ფილმში შესრულებისთვის ესპანელი კარლა სოფია გასკონი გახდა პირველი ღია ტრანსგენდერი მსახიობი, რომელიც ნომინირებული იყო საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში. წლევანდელი ოსკარის რბოლა იყო და არის შოკის მომგვრელად ქაოტური და სასტიკი, მათ შორის ერთი მსახიობის თითქმის პოსტების გამო. წინა წელს საკმაოდ ბევრი ფილმი გადაიღეს და აი მოვიდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კინემატოგრაფიული ხელოვნების დაჯილდოების დროც. წელს ოსკარების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც კინემატოგრაფიული ხელოვნების და მეცნიერების აკადემია წარადგენს, გაიმართება 2025 წლის 2 მარტს ჰოლივუდის დოლბის თეატრში, ლოს-ანჯელესში. Live from the Dolby Theater at Ocean Hollywood, please welcome tonight's host, Jimmy Kimmel. Hi everybody. წელს იქნება ოსკარზე 23 კატეგორია, რომლის მიხედვითაც შეაფასებენ 2024 წელს გამოსულ ფილმებს. დაჯილდოება ტრადიციულად ტელევიზიით შეერთებულ შტატებში ABC-ს მიერ იქნება გადაცემული და ასევე წელს პირველად ABC-ს პარალელურად ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს სტრიმინგ პლატფორმა Hulu. შოუს წაიყვანს და უმასპინძლებს კომიკოსი და პოდკასტერი კონან ობრაიანი. ხოლო რაჯ კაპური და კეიტი მულანი დაბრუნდებიან აღმასრულებელ პროდიუსერებად. 2025 წლის 23 იანვარს ბევერლი ჰილზის სამუელ გოლდვინის თეატრში ოსკარის დაჯილდოების ნომინანტები მსახიობებმა რეიჩელ სენოტმა და ბოუენ იანგმა წარადგინეს და დაასახელეს. არის თუ არა წელს რომელიმე გამოკვეთილი ფავორიტი ფილმი, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, წლევანდელი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ასეთი ფილმი არ არის. თუმცა არის ერთი ისეთი ფილმი, რომელიც წელს ოსკარის ყველაზე მეტ ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. ეს არის ესპანურენოვანი ფრანგული მუსიკალური კრიმინალური ფილმი ემილია პერესი. ფილმი გადაიღო ჟაკ ოდიარმა და ის თავადვე არის ამ სცენარის ავტორი, რომელიც ეფუძნება ოდიარის ამავე სახელწოდების საოპერო ლიბრეტოს, რომლის ადაპტაცია თავადვე გააკეთა ფრანგი მწერლის ბორის რაზონის 2018 წლის რომანიდან მისმინე. ფილმი მოგვითხრობს კარტელის მექსიკელი ლიდერის შესახებ, რომელიც თხოვს ადვოკატს, რათა დაეხმაროს გაუჩინარებაში და ქალად გადაქცევაში. კარტელის ლიდერის როლს ასრულებს კარლა სოფია გასკონი, ხოლო ადვოკატის როლს ზოი სალდანა. მთავარ როლებში ასევე თამაშობენ სელინა გომესი, ადრიანა პაზი, მარკ ივანირი და ედგარ რამირესი. Señora. Sí. ¿Sabe usted quién soy, licenciada? Manitas del Monte. Tenemos un cártel en el mercado de las nuevas drogas. ¿En qué le puedo ayudar, señor del Monte? ფილმში შესრულებისთვის ესპანელი კარლა სოფია გასკონი გახდა პირველი ღია ტრანსგენდერი მსახიობი, რომელიც ნომინირებული იყო საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში. ემილია პერესის შემდეგ ყველაზე მეტი ნომინაციები მიიღეს ფილმებმა ბრუტალისტი და ალქაჯი, თითოეული 10 ნომინაცია. ფილმი ალქაჯი ამერიკული მუსიკალური ფანტასტიკური ფილმია, რომელიც გადაიღო ჯონ ჩუმ და ის არის შვარცისა და ჰოლცმანის 2003 წლის სასცენო მიუზიკლის პირველი მოქმედების კინემატოგრაფიული ადაპტაცია. You're green. I am. Welcome, new students, to Shiz University, Miss Elphaba. You can room with Miss Galinda. რაც შეეხება ბრუტალისტს, ბრედი კორბეტის ამ ფილმში ედრიან ბროუდი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელს ასრულებს, რომელიც ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში ამერიკული ოცნების სასახდენად. Your English is impressive. Perhaps you can help your husband sound less like he shines shoes for a wage. საუკეთესო ფილმების კატეგორიაში ემილია პერესის გარდა მეორე არა ინგლისურენოვანი ფილმიცა და ეს არის უოლტერ სალესის პოლიტიკურ ბიოგრაფიული პორტუგალიური დრამა მე ჯერ კიდევ აქ ვარ. მაშინ მონაწილეობენ ფერნანდა ტორესი და ფერნანდა მონტენეგრო. ფილმში ასახულია ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის წლები, რომლის დროსაც ივონის ჰაივა, დედა და აქტივისტი, ცდილობს გაარკვიოს ქმრის
დისიდენტი პოლიტიკოსის რუბენს ჰაივას იძულებით გაუჩინარების ამბავი. ბრაზილიის კინოთეატრებში გამოსვლიდან მალევე ფილმმა მიიქცია ყურადღება ბრაზილიელი ულტრამემარჯვენეებისა და მათი მხრიდან ეს გახდა წარუმატებელი ბოიკოტის სამიზნეც. ისინი უარყოფენ რეჟიმის დიქტატურის არსებობას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ამ ფილმის მაღალ შემოსავლიანობაში. 25.7 მილიონი დოლარის შემოსავლით ის გახდა ყველაზე შემოსავლიანი ბრაზილიური ფილმი COVID-19 პანდემიის შემდეგ. ეს ფილმი ასევე გახდა პირველი პორტუგალიურ-ენოვანი ფილმი, რომელიც ნომინირებულია საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. აქვეა ფილმიც, რომელიც ქართველი კინომოყვარულების და ზოგადად ქართველების ყურადღებას იქცევს და ეს ადვილი გამოსაცნობია რომელი ფილმიც არის. ეს არის ფილმი კონკლავი, რომელშიც იმის გარდა რომ რალფ ფაინსი მთავარ როლს ბრწყინვალედ ასრულებს, მერაბ ნინიძეს მონაწილეობს და სხვა შორის არ ასრულებს ეპიზოდურ როლს. მისი გმირი სრულფასოვანი მეორეხარისხოვანი როლია და სცენარის მიხედვით კონკლავის პროცესში, პაპის არჩევის პროცესში საკმაოდ ბევრ მოლაპარაკებას აწარმოებს და ჩართულია პაპის არჩევის ინტრიგებში. თუ ჩემი სახელით ხმების შეგროვება გინდათ და ჩემი პოზიცია გასაგები იყოს. ახლა კი მომიდევით. კარგი. როგორ შენ ამერიკელებს დაელაპარაკე. ვილანუევა სამხრეთ ამერიკა თქვენზეა. ჯანმარკო, თქვენ აფრიკელებს მიხედეთ. Aldous ეს არ უნდა. რა თქმა უნდა ვიცი. ამიტომაც უჭერ მხარს. მათი უნდა გვეშინოდეს, ვისაც უნდა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე ასევე წარდგენილი არიან ანორა, დიუნის მეორე ნაწილი, სუბსტანცია, ნიკელ ბოის, ნიკელის ბიჭები და ფილმი სახელწოდებით ყველასთვის უცნობი, ასე ქვია, ფილმს, რომელიც ბობ დილანზეა გადაღებული. ნომინანტებს შორის არის საშიში ფილმების კატეგორიის სუბსტანცია, ასე ქვია, ფილმს ნივთიერება, ანუ რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი არის კორალი ფარჯიტი. ფილმში მთავარ როლს დემი მური ასრულებს და მოგვითხრობს ვარსკვლავზე, რომელიც ასაკის გამო დაწუნების შემდეგ იყენებს შავი ბაზრის წამალს ახალგაზრდობის დასაბრუნებლად და შესაბამისად თავისი კარიერის გასაგრძელებლად. შემდეგ ფილმია ანორა, რომელიც არის კომედიური დრამატული ფილმი, რომელიც გადაიღო შონ ბეიკერმა და ყვება სექს მუშაკის ანორა მიხეევასა და რუსი ოლიგარქის შვილის ვანია ზახაროვის დაძაბული ქორწინების შესახებ. ნომინანტებს შორის მოხვდა ასევე რამელ როისის ნიკელის ბიჭები, რომელიც დაფუძნებულია კოლსონ უაითედის 2019 წლის რომანზე. და სიუჟეტი მოგვითხრობს ორ აფრო-ამერიკელ ბიჭზე, რომლებსაც გაგზავნიან ფლორიდაში დახურულ სკოლაში და როგორც ამბობენ, ეს სკოლა სინამდვილეშიც არსებობს. ცნობილია სტუდენტების მიმართ შეურაცხყოფელი მოპყრობით. აქვე ასევე ჯეიმს მანგოლდის ბიოგრაფიული მუსიკალური დრამა სრულიად უცნობი, ასეთ სახელწოდებით, რომელიც ბობ დილანის ცხოვრებაზე აგებული და მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. უთხრა შენი დაწერილი სიმღერების მოსმენა არავის უნდა. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია. ლამაზად მომღერის. და ტიმოთი შალამე მხოლოდ ამ ფილმით არ არის წარმოდგენილი წლევანდელ ოსკარზე, რადგან ამ ოსკარზე წარდგენილი ასევე ფილმი დიუნი. ნაწილი მეორე, რომელიც არის ამერიკული ეპიკური ფილმი, როგორც იცით, და მისი რეჟისორი არის დენის ვილნევი. ეს არის ფრენკ ჰერბერტის 1965 წლის რომანის დიუნის ორნაწილიანი ადაპტაციის მეორე ნაწილი. ფილმი ალბათ თქვენს უმრავლესობას ნანახი აქვს, მათ შორის კინოთეატრებში და როგორც იცით, მასში ასრულებენ ტიმოთი შალამე, ზენდაია, რებეკა ფერგიუსონი, ჯონ ბროლინი, სტელან სკარსგარდი, შარლოტა რემპლინგი, ხავიერ ბარდენი და ასე შემდეგ. და ისინი ეს სამსახიობო შემადგენლობა მართლაც ბრწყინვალე შოუს თავაზობს მაყურებელს. ამ ფილმებიდან, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, 5 ფილმის რეჟისორი ასევე წარდგენილია საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში და ესენი არიან შონ ბეიკერი, ბრედი კორბეტი, ჯეიმს მანგოლდი, ჟაკ ოდიარი და კორალი ფარჯიტი. და როგორც ამბობენ და მე ვეთანხმები პრინციპში, ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ საუკეთესო რეჟისორის ოსკარს მიიღებს ჟაკ ოდიარი. ახლა რაც შეეხება მსახიობებს. 1957 წლიდან მოყოლებული 29 წლის ტიმოთი შალამე პირველად გახდა
ორგზის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინანტი ყველაზე ახალგაზრდა ასაკში. ბობ დილანის როლში ტიმოთი შალამის გარდა ამ ნომინაციაში წარდგენილი არიან ასევე ადრიან ბროუდი ფილმში ბრუტალისტი, რალფ ფაინსი ფილმში კონკლავი, კოლმენ დომინგო ფილმში იმღერე და ასევე სებასტიან სტანი ფილმში შეგირდი, სადაც ის დონალდ ტრამპის როლს ასრულებს. რაც შეეხება ქალ მსახიობებს, საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში წარდგენილი არიან სინტია ერივო ფილმში ალკაჯი, კარლა სოფია გასკონი ფილმში ემილია პერესი, მიკი მედისონი ფილმში ანორა, დემი მური ფილმში ნივთიერება და ფერნანდა ტორესი ფილმში მე ისევ აქვარ და როგორც ვარაუდობენ, საუკეთესო ქალი მსახიობის როლს მიიღებს დიდი ვარაუდით მიიღებს კარლა სოფია გასკონი ფილმში ემილია პერესი. და სხვა ნომინაციებში ძირითადად იმ ფილმის მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები არიან წარმოდგენილი, რაზეც ჩვენ ამ ვიდეოში თავიდანვე ვსაუბრობთ. მაგალითად, მეორეხარისხოვან კაცის და ქალის როლებში გაი პირსი, ჯერემი სტრონგი, არიანა გრანდე, ზოი სალდანა, ედვარდ ნორტონი და შემდეგ ძირითადად არიან წარმოდგენილი სწორედ ამ ფილმებში. ამ კატეგორიას უკავშირდება ცნობილი სკანდალიც, რადგან ბევრი კინოკრიტიკოსი თვლის, რომ წლევანდელ ოსკარის მრავალ წინააღმდეგობას შორის არის ნომინაციის თაღლითობა. ეს არის ფენომენი, როდესაც მსახიობები არიან ნომინირებული წარდგენილი ისეთ კატეგორიებში, სადაც ბევრი თვლის, რომ ისინი არ უნდა დაესახელებინათ. მაგალითად, კირან კალკინი საუკეთესო მეორეხარისხოვან როლზე ფილმისთვის ნამდვილი ტკივილი, ისე იგივე წერენ ზოი სალდანაზე, რომელიც მოხდა მეორეხარისხოვან ქალთა მსახიობის ნომინაციაზე ფილმისთვის ემილია პერესი. წლევანდელი ოსკარის რბოლა იყო და არის შოკის მომგვრელად ქაოტური და სასტიკი, მათ შორის ერთი მსახიობის დიდწლოვანი პოსტების გამო. ნომინაციების სრულად სანახავად ვიდეოს აღწერაში იქნება ინტერნეტ ლინკი და შეგიძლიათ იქ გაეცნოთ აი ამ ლინკზე გადასვლით. მაშასე ოსკარების დაჯილდოება რამდენიმე დღეს შედგება. ცხადია, იქნება პომპეზური და დოლბის თეატრზე მთელი მსოფლიოს კინომანების ყურადღება იქნება მიპყრობილი. თუმცა ყველა მიცის, რომ წლევანდელ დაჯილდოებაზე არ არის ესეთი ფილმები, რომელთა უმეტესობა გაუძლებს დროს და შევა ყველა დროის საუკეთესო ფილმების ასეულში ან 5 ასეულში მაინც. სანამ წლევანდელი ოსკარის ნომინანტებს ამ ფილმებს ნახავთ, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა.